კლდეები ღვინეებიდან ექოს აძლევენ მდინარის ხმას. ზემოთ კი არწივები ფრთებს ფართოდ შლიან და მიწის უძველეს ისტორიას დაჰყურებენ. ეს არის ადგილი, სადაც დრო იშლება სხვადასხვა ფენებად, სადაც მიწას ჯერ კიდევ ახსოვს ხალხის ნაბიჯები, რომლებიც ათასეული წლების წინ აქ დადიოდნენ. ადგილი, სადაც მეგალითები, არქაული ნიშნები, უძველესი ტაძრები და ნამოსახლარები ერთმანეთს ებმება და ქმნის ერთ დიდ მისტიკურ რუკას, სამშვილდეს. დღეს ამ დიდებულ ადგილზე მივდივარ, რომ ვნახო არა მხოლოდ წარსულის ნაშთები, არამედ ისტორიაში ჩაწერილი გზები, ძველი სიმბოლოები და ის უხილავი კოდი, რომელიც საუკუნეებს აკავშირებს. ეს არის მოგზაურობა ქალაქში, რომელიც ოდესღაც ხმაურით იყო სავსე. დღეს კი მისი ქუჩების მყუდროებას მხოლოდ ქარის შრიალი, გადამფრენი თვითმფრინავების გუგუნი და აქ დაბუდებული ფრინველების ჭიკ-ჭიკი არღვევს. თუმცა ამ ნამოსახლარების ერთი შეხედვით მკვდარი ქვების უკან მთელი ცივილიზაციის სუნთქვა იმალება. არქეოლოგიური კვლევებით ამ მიდამოებში ცხოვრების კვალი წინა ქრისტიანული პერიოდის მე-4000 წლეულის მეორე ნახევარსა და მე-3000 წლეულში იწყება და მე-18 საუკუნემდე მოდის. მიუყვები ნაქალაქ არის მთავარ ქუჩას და პირველი მეჰირი მხდება. მეჰირი კელტური სიტყვაა და ნიშნავს ვერტიკალურად აღმართულ დიდ ქვას, რომელსაც უძველესი ხალხებისთვის საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. ძველ დროში ადამიანები მეჰირების მეშვეობით ეძებდნენ კავშირს ცასა და მიწას შორის. იგი ასოცირდებოდა რწმენასთან, ასტრონომიასთან და წინაპართა პატივისცემასთან. თუმცა მათი ზუსტი მნიშვნელობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ზოგიერთ მეჰირს ჯვარი მიაჰატეს და ისინი უკვე ქრისტიანობამ გაითავისა. სწორედ ასეთი მეორე მეჰირი სამშვილდეში მოქცეულია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა ეკლესიაში. მასზე გამოსახულია ჯვარი და წარწერები. თვითონ მეჰირი წინა ქრისტიანული პერიოდის მე-2000 წლეულს უნდა ეკუთვნოდეს. წარწერა კი მე-12 საუკუნეს. წარწერაში მოხსენიებულია სუმბათ ერისთავ. სომხური წარწერა კი იმ პერიოდისაა, როდესაც სამშვილდეს ანისის სამეფო მართავდა. აქვე ახლოს ამ ტერიტორიაზეა შემორჩენილი ტეტრალითი. ერთმანეთზე დადებული სამი უზარმაზარი ქვა, რომელიც მიწაში მეოთხე ქვას ეყრდნობა. ძირში კიდევ ერთი დამუშავებული ქვა დევს, რომელზეც კვადრატული ფორმის სიმბოლოა გამოსახული. არსებობს ვარაუდი, რომ ტეტრალითები წარმართული სალოცავების საკურთხეველს წარმოადგენდა, სადაც უძველესი ხალხები საკუთარ ღმერთებს ვარაკს წირავდნენ. არის მოსაზრება, რომ სახელწოდება სამშვილდე არა მშვილდთან, საბრძოლო იარაღთან, არამედ სწორედ ამ ტეტრალითთან არის დაკავშირებული, რომელიც სიმბოლურად ზოდიაქოს ნიშან მშვილდოსანს უკავშირდება. ტეტრალითი დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლისაა და მდინარე ხრამის ხეობას გადაჰყურებს.
ტეტრალითის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კიდევ ერთი ჩამონგრეული, მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, კვადრატული ლოდებით თარაზული წყობით ნაგები. კედლებზე ეტყობა ლესვის კვალი, რაც შედარებით გვიანდელი პერიოდისაა. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ის სავარაუდოდ შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. მიუყვები გზას და ეს გზა პირდაპირ პლატოს შუაგულისკენ მიდის. იქ, სადაც ქალაქის მთავარი ციტადელი მდებარეობს. ის გადაჭიმულია სამშვილდის კონცხის მთელ სიგანეზე, მდინარე ხრამის ხეობიდან მდინარე ჭივჭავის ხეობამდე. მისი კედლების სიგანე ზოგიერთ ადგილას 6 მეტრს აღწევს, სიმაღლე კი 12 მეტრია. არაბების ბატონობის დროს სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში სამშვილდე სომხთა მფლობელობაში იყო. მე-11 საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ მე-4 ის გაათავისუფლა სომხებისგან, თუმცა მალევე სამშვილდე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და მხოლოდ 1100 წელს შეძლო დავით აღმაშენებელმა სამშვილდის თურქ-სელჩუკებისგან გათავისუფლება. მე-13 საუკუნეში უკვე მონღოლებმა აიღეს სამშვილდე. მე-15 საუკუნის 40-იან წლებში თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 20,000-იანი ლაშქრით მოადგა სამშვილდეს და 27 მარტს აღდგომა დღეს ალყაში მოაქცია. 50 დღე იცავდნენ ქალაქს ქართველები. ჯეჰან-შაჰმა მაინც მოახერხა მოტყუებით ქალაქის აღება. ათასობით მცხოვრები გაჟლიტა და ქალაქი გაძარცვა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს 1440 წელს შაჰის ბრძანებით ციხის შესასვლელთან 1664 ადამიანს თავი მოჰკვეთეს და მოჭრილი თავებისგან მინარეთი ააშენეს. სამშვილდის ნაქალაქარში შემორჩენილი ნანგრევებიდან თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ყველაზე გამორჩეულია სამშვილდის სიონის ნაშთები. ჯვარ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. იგი მე-8 საუკუნეს მიეკუთვნება, რასაც ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი გრძივი, ჰორიზონტალური წარწერა გვამცნობს. ტექსტში მოხსენიებულნი არიან ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე მე-5 და ლეონ მე-4. ამ წარწერის საშუალებით ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა გახდა შესაძლებელი. მისი მშენებლობა 15-19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართლის ცხოვრების მიხედვით, სიონი აშენებულია ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იყო ვახტანგ გორგასლის დედის საგდუხტის მიერ მე-5 საუკუნეში აშენებული ტაძარი. სიონის აღმოსავლეთით დგას დარბაზული ეკლესია შვრილი აფსიდით. იგი ნაგებია უხეში გათლილი ქვით. ინტერიერში რამდენიმე ადგილას შემორჩენილია ფრესკული ფერწერის ფრაგმენტები. კარის თაღის ფერწერაზე არსებული წარწერის მიხედვით, ეკლესია აგებულია მე-12 საუკუნის დასაწყისში.
ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები. სამშვიდე დღეს თითქოს ჩუმად დგას, მაგრამ ამ სიჩუმეში საუკუნეების ხმა ისმის. აქ, ამ ღრმა ხეობებით დაცულ კონცხზე ერთმანეთში ირევა წინა ქრისტიანული რიტუალების კვალი, შუა საუკუნეების ბრძოლები, პოლიტიკურ-ეკონომიკური გზაჯვარედინები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტები. აქ ჯერ კიდევ სუნთქავს ის დრო, როცა მენჰირებზე უხილავი რგოლებივით იკვრებოდა ცა და მიწა, როცა ტეტრალითებთან ღმერთებს ვარაკს წირავდნენ, როცა ქალაქის გალავანი საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა არაბებს, სელჩუკებს, მონღოლებს, სპარსელებს და ამ ბრძოლაში ისე ცემოდა, მაგრამ ისევ დგებოდა და აგრძელებდა ცხოვრებას. ეს ადგილი გვახსენებს, რომ ისტორია მხოლოდ წიგნებში არ წერია, ის მიწაშია, სხვადასხვა ფენებში ეპოქებად შემონახული. ის ქვაზიამოტვიფრულ სიმბოლოებში და წარწერებშია. ის ძველი ფრესკების გახუნებულ საღებავებშია და სანამ ჩვენ მოვდივართ ასეთ ადგილებში, სანამ ვუსმენთ აქაურ ხმებს, სანამ ვიკვლევთ, ვიღებთ ფოტოებს, წერთ და უყვებით ამ ამბავს, ის არ კვდება, სამშვილდის ისტორია არსებობას განაგრძობს.